ბიჭო ცოცხალი ეს მიყურებს. ის რუში მომხდეს იმენა მოუკვდები, აი მარტო სანამ შემომხდება უკვე მოუკვდები. მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრე, თქვენი მყოფები Dream Chasers არზე, მე არ ვიცი ეს რა ვიდეოა, ან რას ემსახურება ეს ვიდეო, მაგრამ მოდი დავარქვათ ესე. როგორ მოერევა ჩვენი Honda Fit-ი? გაგიმარჯოს. რა ვახარ? მე ხილო თქვენ როგორ ბრძანდებით? მოკლედ ეს ვიდეო არ ვიცი რას ემსახურება, მაგრამ მინდა რომ დავარქვათ ესე როგორ მოერეოდა ჩვენი Honda Fit-ი საოჯახო პატარა მოგზაურობას. არ ვიცი რას ვიღებ, მაგრამ იმდენად მივეჩვე კამერას, მინდა რომ ჩემთან ერთად, რავი, წამოდით 1-200 კილომეტრი გავიაროთ. ესე იგი, ეხლა მოკლედ გეტყვით დაახლოებით რა გეგმა გვაქვს, რას შევამოწმებთ, რას ვნახავთ და ასე შემდეგ. Honda Fit-ით მივდივართ ბორჯომისკენ. ეხლა დაუზბროსავ ჩვენი ბენზინის წვას პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე საინტერესო. დაახლოებით არის ეხლა 4 გრადუსი, როგორც მიწერს ტემპერატურა. პრემიუმით გვაქვს არც ესე უცნობი ბრენდის, მაგრამ არ ვიცი რომელი ბრენდის ბენზინი გვისხია და რომ მივალთ ნახავთ დაახლოებით რა წვით მივედით. ადგილზე, კი იცით ჩვენი არხის გამომწერებმა, რომ ადგილი საკმარისია ამ Honda Fit-ებში, ასე რომ ადგილს არ უსვამ ხოლმე ხას. ეხლა მithumetes რავი, ორნი მივდივართ და დიდად ადგილი არ გვჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის წვა, რამდენად კომფორტულად მივალ, მაგ ყველაფერს მოგიყვებით, მაგ ყველაფერს გეტყვით, თუ რამე არ მომეწონება ამ მანქანაში, მაგასაც გეტყვით და მოკლედ წავედით და კეთილი მგზავრობა მისურვეთ. ზუსტად რო ვთქვა 72 კილომეტრი გავიარე და რა მინდა რომ ვთქვა, წინა თაობითაც მაგ ცოტა გრძელი გზა გავლინდი და ეს ცოტა უფრო კომფორტულია და ეხლა ზუსტად გეტყვით. პირველ რიგში სკამი ბევრად რბილია წინაზე, არ ვიცი თუ ეგრე ვფიქრობ. ცუდი რაც არის ეს ხმა შემოდის და ცოტა ყვირილი მიწევს, რომ გაიგოთ ჩემი ხმა და სხვა მხრივ ეხლა ადაპტიურ სისტემებს რაც შეეხება, წინა თაობაშიც კარგად მუშაობს და აქაც კარგად მუშაობს. უბრალოდ წინა თაობაში მაქსიმალური სიჩქარე კრუიზ კონტროლის იყო 110 და აქ არის 120 და კიდე რობაჯერ კიდე ადის და მოკლედ ეს ბევრად უფრო კომფორტულია, რომ შეზღუდული არ ხარ. სხვა მხრივ ზოლი მაქვს ჩართული, დისტანციის კონტროლი მაქვს ჩართული და კრუიზ კონტროლი მაქვს ჩართული და ჩათვალე რომ პედლებს არც ვიყენებ, მაინც ფეხი ისე ღაერში მიდევს, რომ თუ რამეა და თუ გაჭედა ჩემმა Honda-მ მოვასწრო რა, არ ვენდობი დიდად ბოლომდე ჯერ. მაგრამ აი საჭესო უბრალოდ მიდევს ხელი და თვითონ მიყვება ზოლს. და ეგ კომფორტულია. ყველაფერი მომწონს, მხიბლავს. მინდა ყოველჯერზე ესეთ სიტუაციებში ვიყო, ანუ რომ ბუნებას დავაკვირდე, მართლა მიყვარს, მაგრამ სახიდან გასვლა მეზარი. ანუ სახიდან გასვლა არის ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ სახიდან თუ გავედი, უკვე სახში აღარც მინდა რა, ანუ მომწონს ეს სიარული და შეიძლება ვიარო და ვიარო, მაგრამ გასვლა არის პრობლემა. ვინაირად უნდა მოვედიო. ეს რადგანაც ვახსენე უკვე რომ ისეთი ცოტა ექსპერიმენტული ვიდეო არის, თან პარალელურად მანქანები თან ერთწამს ხელი შემიშალა. მიდი, მოიცა დაიწყო. ეს რადგანაც ვახსენე რომ ექსპერიმენტალური ვიდეო არის და თან პარალელურად მანქანაზეც ვყვები, თან პარალელურად რავი ვლოგი არის ჩვეულებრივი და არ ვიცი რაზე ვილაპარაკო და ესე ჩვეულებრივი უბრალოდ მაყურებელი და მე მინდა რომ ერთად ვიყოთ და ცოტა უფრო მეტი დრო გავატაროთ იმის გარდა რომ მანქანებს ვაწყობთ და ვაკეთებთ და მოკლედ ოცნებისკენ მივდივართ. და თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ გაინტერესებთ ეგეთი რაღაცები და თუ მოგწონთ, უფრო დიდი мотивაციით გადავიღებ. ისედაც გადავიღებ ჩემი აზრით, იმიტომ რომ სამახსოვროდაც კარგია რა ესეთი რაღაცები. მე ჩავუჯდები გადავავლებ თვალს, რომ აი კარგი იყო. და თან თუ ხალხს მოეწონება ორმაგი და სამაგი мотивაციით შევდგები ამ ყველაფერს და შეიძლება მე მარიამით გავახარო და ცოტა უფრო ხშირად ვიაროთ ესეთ ადგილებში. Never really know what's going on.
არის ჩემს ფონზე და უკვე თითქმის მივედით ჩვენს ლოკაციამდე. მინდა რომ წვაზე გითხრათ განახლება. მოკლედ, ის არ გითხარით თუ 16-იან დისკებზე ვართ და 16-იან დისკებზე MS საბურავებით ვართ და ხანდახან ფეჩი გქონდა ჩართული. მაგ ყველაფრის გათვალისწინებით 162 კილომეტრში 21.7 კილომეტრი გავიარეთ litrზე, რაც დაახლოებით 4 და 6-ია, რასაც ახლა ვითვლით თუ რამეა მივუთით მოკლედ ციფრს და ზუსტად დავწერ. ჩემი აზრით ცუდი წვა არ არის, მაგრამ ნუ ზაფხულში ახლა წესით ბევრად უკეთესი წვა უნდა გქონდეს. ახლა არის დაახლოებით 5 გრადუსი გარეთ და ნუ მაგ ყველაფრის გათვალისწინებით 21.7 კილომეტრი 1 litrზე არც ისე ცუდი წვა არის. ჩვენ კიდე მივვალთ ლოკაციამდე და მანდაც ჩაგერთვით. აქ საბაგიროადის ხო? ამიტომ ახსოვს. ვაიმე. ეს ძალიან დიდი ბუგაროკი იყო, მაგრამ ამას ამოვჭრი. მოვედით. ცოტა უფრო დიდი ბუგაროკები გააკეთეთ. ჩვეულებრივ მოვედით, არანაირ ბუგაროკზე არ გადამიგვია ცუდად. წნარად შვიდად უპრობლემოდ მოვედით. 200 გავწდი კიდე. წავედი. ჩემი travel bloggerობის პირველი 5 საათი მოვედით. პატარა კოტეჯი არის, მე მომწონს რომ მთებშია. აი ასეთი ხედები გვაქვს. ხო, ესე გამოიყურება. ხო, ზღვაზე მეტად მხიბლავს ჯერჯერობით რავი, ჯერ ესე ვფიქრობ. წესნა დამესვენა მთელი ტექნოლოგიებისგან, მაგრამ მუშაობ მაინც აი კამერა მიჭირავს ხელში, იმიტომ რომ მომწონს. ბავშვი ერთობა. კუნგ-ფუ პანდას უყურებს. დაახლოებით აი ესე გამოიყურება ჩვენი ლოკაცია. აგერ ჩვენი ფიტიც გისვენებს. სიმართლე რომ გითხრათ, ეს იმ თეთრზე ბევრად უფრო მომწონს. თან ისიც მავნეს და უწველი რომ ცოტა გრძელგზას რო გაივლი ხოლმე მანქანასთან. მე ეგრე ვარ, არ ვიცი თუ როგორ ხართ. ცოტა გრძელგზას გაივლი მანქანასთან და უკვე ცოტა სხვანაირად მოგწონს, ცოტა სხვანაირად გიყვარდება. და ამ მანქანასთან რაღაცა მაგდაგვარი მოწესრიგებს. ეხა უკვე უფრო მეტად მომწონს ვიდრე მანამდე მინდოდა რომ გამოყენა, მაგრამ თან ამასობაში აქვე გეტყვით ესეთი chill ვიდეო რადგანაც გვაქვს წელი დავიწყეთ ნუ მე და მამამ ისე რომ სულ Toyota და Lexus-ები წამოვიდა და ერთ-ერთი Toyota არის იმაზე საინტერესო ვიდრე აქამდე ყავდა ხოლმე. შეიძლება ითქვას რომ ეგეთი მანქანა ჯერ არასდროს არ მყოლია, მე პირადად არც მიტარებია მსგავსი მანქანა. და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება. თან ეგ მანქანა უკვე ცოტა ხანი მაინც ჩემი პირადი მანქანა იქნება, სანამ მე თვითონ არ გადავწყვეტ რომ დრო არის რომ გავუშვათ. ასე რომ საინტერესო ვიდეოები გველოდება და ნუ ესეთ chill ვიდეოებსაც დავამატებ არხზე ცოტა უფრო ხშირად გამოჩნდება ხოლმე მსგავსი ტიპის ვიდეოები. ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ გამოვაჩინო და თქვენც აზრი დამიტოვეთ, რას ფიქრობთ აი ესეთი სტილის ვიდეოებზე, რამდენად მოგწონთ და რამდენად ხიბლობთ. აქაურობის გეგმას რაც შეეხება, დღეს ვაპირებთ ბორჯომის პარკში გასვლას. მარიამის დაბადების დღე არის დღეს და რავი, კი არ უნდა დაარსად გასვლა, მაგრამ გავიყვან, მე მინდა. და ხვალ შეიძლება წავიდეთ სნოუბორდის შესასწავლად, იმიტომ რომ არასდროს არ უნდა გარვარ სნოუბორდზე და რავი, რატომაც არა. ბარემ ყველაფერი ამ ერთ ვიდეოში იყოს. ჩემთვის ძალიან ექსპერიმენტალური არის ეს ყველაფერი, მიუჩვეველი ვარ მანქანებზე რო არ გელაპარაკებით, მაგრამ რა ვცდილობ რომ ცოტა გამანვითარო არხი სხვადასხვა მიმართულებებით, ასე რომ იყოს ისიც.
ბავშვობაში ცოტა უფრო ცოცხლად იყო აქაურობა. საწყენია, ალბათ ცივა და მაგიდა. აქ სანახავი მე მგონი არაფერია და ვერაფერს ვერ განახებთ. ბუნება კი არის ლამაზი. აქ ექსკურსიაზე რომ მოვდიოდით ხოლმე, ბევრად უფრო ცოცხლად იყო ყველაფერი. ეი, ნახე, ხიდი. მივბრუნდით ისევ უკან, სადღაც შუა გზაზე ორივე შევხედეთ ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, რომ აქ საინტერესო არაფერია. აი ეს არის ორი ზარმაცი რო გავახამე, სადღაც ასე ის. ეხა წავალ შევჭამთ მაინც. გადავწყვიტე რომ სიცილის ოთახში შევიდეთ. მარიამ ზაანო ხარია, ხო? ესეთი დაბადების დღე. ძალიან კარგი დაბადების ხმა, მაგრამ სახში უჯრემა მერჩინო. თავი სად მიდიხარ? ხეში შევიდა. დაიწავით, ეხა გავიცინოთ სიცილის ოთახში და ნახე ავატარიც იქ გველოდი. მარიამ ხიდების საერთოდ არ ეშინია. ხო მარიამ? ნელ სად მერბიხარ? ხელით უნდა ეძებო. თუ დააკვირდები ჩანს კი. ხო. ძალიან ადვილია. რავი, ჩვეულებრივ ჰაერის ძალიან ადვილია, ხო? მარცხნივ. ანუ ჰაერის ნაკადით შეგიძლია რომ მიხვდეთ ჩემი აზრით. რა ჰაერი, აქ ჰაერს რა უნდა? სახეზე იგრძნობ. არიციან რა ამ ქალებმა ეკოლოკაციის საშუალებები. ევოლუციამ ყველაფერი მოვრცა. წინ და მარჯვნივ. ესეც მე ვარ? ჰაერით ვერ გრძნობ მარცხნივ. ვერა, მაგრამ ანუ შედი მარცხნივ. შენ მომყვი მე და იას მარცხნივ და წინ. მეტაკები და ცოტა წინ და კიდე მარჯვნივ. აჰა. წინ არის რა, ეხა მარცხნივ მინდა. აი პროსტა რა. საჩემი ყვარეს არის. ეს ტუპიკია. სტოპიკი. მოიცადე რა. არა, ტუპიკია. აი ხო აქ ეკოლოკაცია. შედი შემიშ. ეგ ყველაფერი იმის გამო რომ ცხვირი მაგ დიდი. არა, სტოპიკი. ვა, აბა ხომ მეტაო. ეცი მარცხნივ ვიყავით, აქედან მოვედით. აი აქ. დავედით პირდაპირ. მგონია რომ წინ და მარცხნივ უნდა ხვიდე. წინ. მარცხნივ. ეხა მარცხნივ. ხო? ეგ არის. გავედით. მარცხნივ. მაინც რა წები მივდიოდი. სარკეების ოთახი გვაქვს. ვოუ. და ცვილის ფიგურები. გოგლინი. ბიჭო, ცოცხალია, ეს მიყურებს. გიყვარს? მიყურებს, რა მიყვარს? კაი, მიყვარს. აბადინი. ეს გოგლინი. არ გაინძრეს. ეს გობლინი არ არის, მაგრამ ეს იოდაა. მე გოგლინს ვერ წხაი პატარა, ჭყალები აქვს და მოცელი აქვს. და ყურები. იოდა. Ну, заяц. Погоди. შენ? ნახე რა მაგარი. აი ეგრე, კაცებს ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი გვჭირდება შეხ. ეს ვინ არის? ამის სახელი არ ვიცი. ეს სტაროსიდან იქნება ალბათ, არა? მაგარი მიშა გალუსტიანის ფიგურაც არის. მე მგონი ყველგან ერთნაირი ვარ. აშკარად ყველგან ერთი, მე მგონი ესეთი ვარ. ლედი გაგა, ეს ვინ არის? ლუცი ტიტრიხი. ეხლა შემოიხედოს ჩემ. ეს საინტერესო. ეს მართლა ძალიან საინტერესო. ოღონდ ეს არა რა, აი ეს არა რა. თანამდებობები რო არის, ფიტულები. ოღონდ ეს არა. ბაკამარი. ოი ბლუ.
აი ყველაზე მეტად რაც ოი ბული ეს რა არის ეს ნამდვილებია ნამდვილები ამის გარდა არაფერი არ მერახოს და ნემსიყვაფეს გარდა მოდი შევთანხმდეთ რომ აღარც ვნახოთ კაი აი ეს რეალურ ცხოვრებაში რომ ვნახო ან აი ეს რო დამაჯდეს ეს რო შემოგახდეს ადგილი ეს რო შემომახდეს იმენა მოუკვდები აი მაგრამ სანამ შემომახდება უკვე მოუკვდები ой მე ანა ჯიბეში რო ჩაყოფ ხელს და ეს რა ხელა რაღაცებია მე შევეხებოდ ანუ ესენი კიდე დიდად არ მაშინებს კი მაშინებს რა თქმა უნდა ჯები ესენი ეს ფუტკარია აი ეს ნორმალური ეტაპები ვეპების ხო ესენი ეს ყველაფერი საინტერესოა მაგრამ აი ეს ხო ჯობია რომ იყოს სადაც არის აი ეს ყველაფერი ამ ნამდვილებიდან გამოიყოფს სამაშე ой აი ეს რო ლამაზია ზოთა რა არის ლამაზი აი ამაში ლამაზი რა არის ფრთები და ეს შემდეგზე გადავედით მე მგონი პეპლების მუზეუმში მოვედი და აი ის რა короче რასაც აი ესე აქ თითები და ესე და ის თითები კი არა თათები იყოს ეს პატარა ნორმა ანუ რასაც მოკლავ რა ანუ რასაც დააბიჯებ და მოკვდება ნორმა მაგრამ რასაც დააბიჯებ და აქეთ გაბრაზდება რა ლამაზი ფრთები აქვს ეს ლამაზი სახე აქ ცოტა ისეთი მაგრამ ფრთები ლამაზი ის რამ ხელა რაღაცა არის ფანარნიც ნახე ქვემოთ აწერია რასად არის ეს ახლა ინდონეზიაში მოღვაწეობს სამსახურში არის ანა ეს რო შეგეჯდეს სკარაბეია ეს აი ეს ლამაზია მწვანე ფერები შეიძლება გაიანადან არის ხო აგე ეს კამერუნიდან არის ბაზარი არის დებილი მაგრამ აი ეს ლამაზია ესეც რო შემაჯდეს დიდად არ მხიბლავს მაგრამ შედარება რო იყოს და არჩევანი რომ მქონდეს ამას ავირჩევდი ეს ლამაზია ნახე რა მაგარი პეპელა როგორი პეპელა დაჭერები ეს როლის რამე საშინელი არის კიდე ფერადები ნახე ეს ლამაზი ეს რა არის არგემომეტრეი მადაგასკარიდან ვაი აუცი საწავი ამ ფერებს შეხედე ფერები ნახე ზოლამოსი აუ ამის ფერები ნახე მარგალიტასინი ნახე რა ლამაზია ისინი ნახე მაგარი ფერებია ნახე აი ამას შეხედე ვა ეს პეპლები მართლა ძალიან ლამაზი საიდან არის პერუ ეკვადორი კოლუმბია რაღაცა ძალიან გავიზიანებული ის წავედით წავედით რა მაგარი ტიპი ვარ. აქ ჯერო ვერ გავერკვეთს ისად შეხედა. წავედით ჭამოთ. მოვა? წადი, ნელა რომ მოვიდეს. კიდე რა მივაჭამოთ? მე რა ერთი კვირი გადავუთ. მიდი გადავუთ. დავიდა. მოდი. გაი დავიდა. კიდე? გაი. რა? რამდენები არის? მანქანა მოწავედით. არ მოკვდა. აი ამას უმიზნებს. კაპიტან ამერიკა. შენ რანილა თამაში გქონდეს? ორჯერ გავარტყი, არ ვკვდება. ერთხელ გარტყი. ვასა? თოულში აკლევენ პირველად.
ფეხებს ვერ ვგზნობ, მაგრამ მე მგონი ნორმა რა, როგორც მინიმუმ ცოცხალი ვარ. აქ რთულია მოკვდე, მაგრამ მე შემეძლო. წავედი სახესკენ. ჯერ პირველ რიგში მით დავიწყებ რომ ყველაფერი მткиვა და ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო წასვლის დღემდე სნოუბორდის მასტერკლასები. სიტყვა დამოვიწყე. მოკლედ ეს იყო პატარა ექსპერიმენტალური ვიდეო ჩვენს არხზე. რავი, იმედია მოგეწონათ, იმედია ცოტა მეტი დრო ჩემთან ერთად გაგისწორდათ იმის გარდა რომ მანქანებს ვყიდულობთ, ვაწყობთ და ვყიდით და საოცრებო მანქანამდე მივიდვართ. პატარეთი დავისვენეთ, ცოტათი ინფორმაციულიც იყო, ეხლა ვისაც Honda Fit-ის ყიდვაგინათ. მივხვდით რომ ცოტა სწორს, მივხვდით რომ კომფორტულია, მივხვდით რომ წინა თავრებთან შედარებით ბევრად უკეთესია. ესე გრძელ გზებზე რა ვიზუალურად შეიძლება ვერ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ტექნოლოგიები თავისას იღებს. ეხლა კიდე ამ ვიდეოს დავამთავრებ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ჩემს არხზე იყავით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ სულ ჩემს გვერდზე ხართ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და წინ შემდეგი პროექტებისკენ.